დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი. ხო, და სუსის ყოფილი უფროსი დააკავეს ჩამონათვალი დანაშაულების იყო მართლაც აღმაშფოთებელი. იყო იქ კორუფციის ფაქტები და ამ კორუფციის ფაქტებში ნათქვამია პროკურატურის მიერ, რომ ლილუაშვილი, რომელიც საქართველოში იყო, ერთი წლის წინ ალბათ ითვლებოდა, რომ ივანიშვილის მერე შეიძლება ყველაზე გავლენიანი ფიგურა ლილუაშვილი იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელი იყო და მისით ოპერირებდა ივანიშვილი ქვეყანაში, ძალოვან ბლოკს მის დაკონტროლებდა. ბრალდებაში ითქვა რამდენიმე ეპიზოდი და ერთი იყო უცხოელი ინვესტორის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ თურქი ინვესტორისგან ქრთამის აღება $1.5 მილიონის სახით იმისთვის, რომ ენერგეტიკის სფეროში ამ ინვესტორის ინტერესების ლობირება დაკრიშვა მოიხდინა, ჟარგონით რომ ვთქვათ. იყო ამის გარდა, კიდე სხვა ინვესტორისგან ქრთამის აღება, იყო ასევე საბავშვო ბაღების ქსელისთვის თბილისში შესყიდვების პროცესში ამ საბავშვო ბაღების ქსელის ხელმძღვანელისგან ქრთამის აღება იმისთვის, რომ მას შესყიდვები განეხორციელებინა მისთვის სასურველი მომწოდებლობისგან. ანუ რას ყიდულობს ახლა საბავშვო ბაღები ყიდულობენ ან საკვებს? ტენდერი მოაგებინე. ტენდერების ან საკვებს ყიდულობენ, ან რაღაცა ვთქვათ შეიძლება სადაც რემონტი ხდება და ინვენტარი, ხო? ანუ ბავშვების ცხოვრების ხარისხის განსაზღვრელი ტენდერის გარიგებაში ამ ქრთამი მისცა ლილუაშვილს ამ ჩინოვნიკმა და ანუ ეგ რა იგულისხმება? თუ ახლა ვიღაცა ისეთი ხარისხით მოდის, ისეთი ფასებით მოდის, რომელიც ისედაც იგულისხმება, უნდა მოიგოს, ну რავი, ის იგებს და ვიღაც ისეთი უნდა გაეძვრინათ, ვინც იგულისხმება, რომ ქრთამს მისცემდნენ და მესამე ნაწილი კიდე იყო, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თავის პოლიტიკური შინაარსით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იყო ნაწილი, სადაც ითქვა, რომ კოლ-ცენტრების ათეულობით კოლ-ცენტრის ქსელი მოქმედებდა თბილისში, რომლის ნაწილის პირდაპირ ლილუაშვილის დაქვემდებარებაში იყო, რომლის მეორე ნაწილი იყო დაქვემდებარებაში ვიღაც ნაცების დამფინანსებელი ჯგუფთან და ის აფინანსებდა ნაცებს, ოღონდ ლილუაშვილი მართლაც ფარველობდა. მოდი აი ამ იმას მოусმინოთ ბრიფინგის აი ამ მონაკვეთს და ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთია, უნდა გავარჩიოთ. 2023 წელს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი სულისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თავისუფლი კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით $1.365 ამერიკული მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გაერემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილის სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედია საშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. აი ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ახლა რა ითქვა? კოლ-ცენტრების ათეულობით კოლ-ცენტრი მოქმედებდა ქვეყანაში, რომელთა ნაწილი პირდაპირ ლილუაშვილს ეკუთვნოდა, ну ის ფარველობდა პირდაპირ კონტროლებდა და მეორე ნაწილი კონტროლდებოდა ვიღაცა ნაცების დამფინანსებელი პირების მიერ, ეზერაშვილი გულისხმობა სინამდვილეში.
რომლებიც ამ ფულით აფინანსებდნენ ოპოზიციურ ძალებს, მედია საშუალებებს ოპოზიციაში და რომლების შესახებ ინფორმაციის ფარულობას ასევე ლობირებდა ლილუაშვილი. ანუ სინამდვილეში მათაც კრიშავდა ლილუაშვილი იმისთვის, რომ მათ ფული ეკეთებინათ და დაეფინანსებინათ ოპოზიციური ძალები. ბიჭო, როგორი რაღაცა იცი, კოლ-ცენტრი არ, კოლ-ცენტრი რაღაცა ოფისია. სადაც ზის ბევრი ადამიანი. ეს ადამიანები რეკავენ სადღაც უცხოეთში, ევროპაში, როგორც ძირითადად. და იქაურ, თქვა, პენსიონერებს თუ სხვა ნაკლებად ამ საბანკო პროდუქტებში გარკვეულ ადამიანებს ატყუებენ, რომ აი რაღაც შენი ბარათის ნომერი მომეცენ, რაღაც ეგეთებს ატყუებენ იმისთვის, რომ აი რაღაცა ახლა ბანკიდან გირეკავ და რაღაც ტრანზაქცია უნდა გამოხორციელო შენთვის, რაღაცა არ ვიცი, მასეთ რაღაც ტყუილებს იგონებენ და ამ გზით ეუფლებიან მათ ხელთ არსებულ ფინანსურ ინფორმაციას და პარავენ ფულს, ხო? ეს როგორი რაღაცა იცი? ამაზე რა თქმა უნდა იგებს მთელი დასავლეთი, ატყობინებს ქვეყანას და საიდან ირეკება იმასაც ატყობინებს, აი აქედან ირეკება და ეგ როგორი რაღაცა იცი? შეუძლებელია მაგის დაფარვა, ეგ არის მასშტაბური პროცესი, მით უმეტეს ათეულობით კოლ-ცენტრი და იმდენად შეუძლებელია მაგის დაფარვა, რომ აი თბილისში კოლ-ცენტრები რო ფუნქციონირებს ძალიან ბევრი კოლ-ცენტრი და აი რა დონეზე იცი აი ამ შენობაშია აი აქ არის მესამე სართულზე კოლ-ცენტრი აი ეგ იცოდა ყველა მიცოდა საქართველოში ვისაც აი რაღაც დონეზე შეხება ქონა პოლიტიკის პროცესებთან და ვისაც აი რაღაცა ჩახედვა ქონა და ინფორმაციის მიღების საშუალება ყველა მიცოდა ბიჭო აი როგორი შეურაცხყოფელი ტყუილი იცი მაგის ლაპარაკი რომ ლილუაშვილი ისე კრიშავდა კოლ-ცენტრებს რომლებიდანაც ფული მიდიოდა ოპოზიციაში რომ არ იცოდა ყობახიძე არ იცოდა ოცნების თემა დეპუტატობა არ იცოდა ივანიშვილი ეგ არის შეუძლებელი კი არა ეგ არ არსებობს მასეთი რაღაც გარჩევაც არ ხის მასეთ რაღაცას ლილუაშვილი რომელიც აკეთებდა ფაქტია მაგას იმიტომ რომ რა თქმა უნდა გას ყველა მიცოდა რომ კოლ-ცენტრები ვერ იარსებებდნენ კეზერაშვილი აქ ბიზნესის კეთებას ვერ შეძლებდა აი ლეგალური ბიზნესის კეთებას ვერ შეძლებდა პირდაპირი სანქცია რო არ იყოს რომ აკეთოს ბიზნესი ძალოვანი სტრუქტურებიდან და ვინც ძალოვან სტრუქტურებს აძლევს ბრძანებას იმისგან მაგას ვერ შეძლებდა კოლ-ცენტრებს აი ევროპელი პენსიონერები ვძარცვოთ აი BBC რო აკეთებს სიუჟეტებს ის კი არ აქ რო იციან აი ყველამ რო მაგას კოლ-ცენტრების ფუნქციონირებას ვერ დააორგანიზებდა რა თქმა უნდა ლილუაშვილის გარეშე და ლილუაშვილიც ვერ გააკეთებდა ინფორმით რომ არ ცოდნოდა ამის შესახებ ივანიშვილს და ყობახიძეს კი ყველას აი ხალხმა იცოდა ხო ამიტომ აქ ეს ნიუსი არის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით გასარჩევი აქ ერთი რაღაც აღიარება მოხდა გაირკვა პირდაპირ ოცნებას ქონდა სანქცია გაცემული ის კი არა აი თვალი და ხუჭული და ხუჭან რაღაცა მიდი კარგი და ხელსაყრელი არ გაცო სანქცია ქონდა გაცემული კოლ-ცენტრების მოწყობაზე იმისთვის რომ ამ კოლ-ცენტრები დაფინანსებული იყვნენ კოლექტიური ნაცები და ეგ სანქცია იყო ყველა დონეზე ეგ სანქცია ვერ იქნებოდა ვერანაირად რაღაც დონეზე ჩაკეტილი საინფორმაციო კუთხით ანუ ლილუაშვილის იქით კაცი არ აღმოჩნდა ხმის მიმტანი ივანიშვილამდე ოღონდ ყველამდე მივიდა ხმა ანუ BBC აკეთებს სიუჟეტებს ტელევიზიები აკეთებენ სიუჟეტებს ყველა იმის რა ქვია დეპუტატი ოცნების ყვირის რომ კეზერაშვილს აქვს თბილისში კოლ-ცენტრები და ეგეთი დებილი ხო არავინ არ არის ხა სერიოზულად დაიჯეროს რა აი დეპუტატი რო იძახის რომ თბილისში კეზერაშვილს აქვს კოლ-ცენტრი ეს დეპუტატი სერიოზულად ფიქრობს რომ როგორღაც ახერხებს კეზერაშვილი კოლ-ცენტრების ქონას ისე რომ აი სუსი და პოლიცია ვერ აჩერებს მაგის ხო არავის არ ჯერა რომ იმ დეპუტატს მაგის ჯეროდა ეგ ხო სიგიჟე აბსურდია და ამიტომ
ჩვენ გავიგეთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც. ოფიციალურად გაფორმდა, რომ ნაცებს აფინანსებდნენ ქოცე. მთელი ამდენი წლის მანძილზე. ეს ანუ ამდენი ხანი ხალხო, ამდენი წელი ნაცებს აფინანსებდნენ ქოცე. ეგ არის, ნუ. თან უბრალოდ ისე კი არ აფინანსებდნენ, აი რაღაც აი ლეგალური შავი სალარო აქვს, გაიგე? და აი ამ შავი სალაროდან მიუტანეთ ფული იმით. ეგრეც კი არ აფინანსებდნენ. აი კოლ-ცენტრები შეაქმნევინეს, ანუ რაღაცა დანაშაულებრივი სქემა შეაქმნევინეს, რა რომ ნუ თავისი ფულით ახლა თავისი ფულით დაენანათ და აი ვიღაცებს მოპარე. და ეგრე დააფინანსე. როგორ რაღაცა იცი? პატარა სოციუმს აქვს თავისი კანონზომიერებები, ხო? ნუ გარდა იმისა, რომ პატარა სოციუმი რაღაცა კუთხით შეკრულია, რაღაცა კუთხით თავის პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ჩვენ სამწუხაროდ რა პლუსებიც აქვს პატარა სოციუმს, იმ პლუსებს არ ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი სოციუმის თვისება ის არის, რომ არაფერი არ იმალება რა. ხო, იმიტომ რომ ის არის იმ კოლ-ცენტრის მეპატრონე მოყვება ვიღაც თავის საყვარელთან, ან ვიღაცასთან ცოლთან, ის ცოლი თავის დაქალს მოუყვება, დაქალი ბიძაშვილს, ბიძაშვილი მამიდაშვილს და იცის ღორმა და ყველა მიცის. უშიშროებამ რაღაც დაგეგმა, მაგრამ ყველა მიცის, რომ აი ამ შენობაში რაღაც უშიშროების მიერ ორგანიზებული კოლ-ცენტრებია. ანუ ტესტ ეგეც მოხერხებადია, ნუ თუ ნორმალური მთავრობა ყავს და ნორმალური უშიშროება, რომ ისე გააკეთო რაღაცა, რომ ვერავინ ვერ გაიგოს, მაგრამ იმდენად ფულის კეთებაზე, იმდენად აი უბრალოდ პირადი სარგებლის მიღებისკენ იყო ორიენტირებული მთელი სისტემა, რომ აი ბოლოს ასე ამოხეთქა რა და ეს არ იყო არავისთვის სიახლე, არ ვიცი, ამაზე ვსაუბრობთ რა ვიცი, რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ კოლ-ცენტრებიც არსებობს და მე მგონი ნაცებს ესენი აფინანსებენ, ან ყველაფერში ჩანს ეს. უბრობს რომ ეს არის ასე ვთქვათ რიტეილის სექტორში დისტრიბუტორების მიერ გარკვეული ტიპის შეთანხმებები ლილუაშვილის დაჭერის მიზეზი ხომ ეგ არ არის რეალური მიზეზი, რეალური мотиваცია ხომ არ არის რომ ის ასეთ საქციელს და ასეთ დანაშაულს ჩადიოდა. ასეთ კორუფციულ და ასეთ მაქინაციებში იყო გარეული. ეს ხომ არ არის რეალური მიზეზი. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის იცოდნენ და ეგ ყოველთვის იცოდნენ და პრობლემა ეხლა რატომ მოახდინა? არა, ლილუაშვილს მოდი ახლა ობიექტურად ვთქვათ, ლილუაშვილს უფრო დაიჭერდნენ, უფრო ადრე და ყველას რო არ ეპარა. აი ვიღაცა რო იყოს ახლა იქ მაგ მასშტაბის ოცნებაში და აი მე არ ვიპარავ, აი ეგრე დააყენოს. და თქვენ როგორ კადრულობთ რომ იპარავთ? აი ვიღაცას ეგრე უყენებდეს. ეგრევე გასროკავ. კი. აი თან აი უბედურად დაჭია რომ სხვა ვეღარ გავ. კი, სხვისთვის იქნებოდა ესეთ მაგალითი. ამიტომ ეგ არ არის. ხო და ეგ არ არის მიზეზი კაცო ეგ ისე, რა ვიცი, რომელ სულელს ჯერა რომ რეალური მიზეზი ხა ლილუაშვილის დაჭერის არის მისი კორუფციული წარსული და სქემები. არა, აქ მე მგონი უფრო სხვა საკითხთან გვაქვს საქმე, აქ კონკურენციის საკითხია, შიდა ბრძოლის თემა და მისი დანაშაული, რეალური არსებული დანაშაული არის გამოყენებული მიზეზი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეს უფრო მარტივად გასაღდეს. და მე უფრო მაშინებს. მე რეალურად აი რომ დავფიქრდი, თვითონ აი ეს ყველაფერი იმაზე კი არ მეტყველებს კონკრეტულად რა ცუდი ადამიანია ლილუაშვილი ან სხვა რომელიღაც მაღალჩინოსანი. თვითონ სისტემაზე მეტყველებს. ანუ ჩვენ გვაქვს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა, რომელიც მართავს აქაურობას, რომლის უსაფრთხოების ხელმძღვანელი არის ჩვეულებრივ კორუფციონერი. ვიღაცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენს რაღაც 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ რაღაც საქმეს უკეთებს და ლობირებას უწევს. ეგ აი როგორ რაღაცა, იცი, აი ვიცი, შეერთებულ შტატებს მაგალითად ყავდა ედგარ გუვერი. საერთოდ FBI მან ჩამოაყალიბა თავიდან ბოლომდე. 35 წელი მართავდა FBI-ს. დაიწყო 20-იანი წლების ბოლოს და კენედიც მოიარა და 70-იანებში მე გადადგა. იმიტომ
მოხუცი იყო ბოლოს აღარ შეეძლო მართვა და თავიდან ბოლომდე FBI 20-იან წლებში FBI-ის თანამშრომლებს იარაღი არ ჰქონდათ. აი ეგეთი უწყება იყო. მისი ასე ვთქვათ ბოლო მმართველობის პერიოდში უკვე FBI იყო მთავარი უწყება, რომელიც ამერიკის საშინაო თემებს აკონტროლებდა და არეგულირებდა. აი ასეთი ადამიანი ახსოვს ამერიკას, მაგრამ საბჭოთა კავშირს ახსოვს ფელიქს დერჟინსკი და ლავრენტი ბერია, რომლებმაც ასევე გამართეს ეს უსაფრთხოება, მაგრამ ვიცი, სუსის კი არა, უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელიც რაღაცა ესეთ იაფასიან სამარცხვინო იმებშია გარეული, ეგ თვითონ სისტემის დიაგნოზია, მე ეგრე უყურებ, იმიტომ რომ სისტემაში თუ არ არის მიღებული, სისტემაში ეს თუ არ არის ჩათვლილი ნორმად, ვერავინ მაგას ვერ იზამდა. თან რამდენად მნიშვნელოვან ფიგურაზე ვლაპარაკობთ, ეგეც უნდა ითქვას, ანუ ლილუაშვილი თუ არ მეშლება 9 წელია, ხო? დაახლოებით 9 წელია. აი ამხელა თან წელი არ იქნებოდა უშიშროების. ანუ იმის დროს სხვა იყო, გახარიას დროს სხვა იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში 1-5-6 წელი არის. ხო, ანუ შეიძლება მეშლება კი ბატონო, მაგრამ დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია, ანუ ხელმძღვანელი, ხო? და ეგ ხო ისეთი მოვლენაა, რომ ეგ არ არის ისეთი ფიგურა, რომ აი უცბად გაირკვა, რომ კორუმპირებული ყოფილა ხალხო და რა შუაში აქვს ქართული ოცნება. ეგ ხო ეგეთი ფიგურა არ არის. ეგ არ არის ისეთი ფიგურა, რომ 2019 წლიდან ყოფილა, ანუ 7 წელია. ხო, 7 წელი. 7 წელი. 6 წელი, ხო, 6. ნუ კი ბატონო, ანუ რაზე, ეხა უკვე 2026-ში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რო არის, ხდება უკვე, ხო? ანუ ეს ხო არ არის ისეთი ფიგურა, რომ აი ქართულ ოცნებაში რაღაცა გაურკვეველი ვიღაცა აღმოჩნდა კორუმპირებული, მე რა მოხდა, ხდება ხოლმე. ეგეთი ფიგურა ხო არ არის? ანუ სინამდვილეში ქართული ოცნები მის არსებობა, რაც არსებობს, ძირითადი ნაწილი უშიშროება ამ ადამიანს ებარ. ხო და ამიტომ ეგ ისეთი საკითხია, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მთლიანად სისტემაზე მეტყველებს, მეორეს მხრივ არ არის საერთოდ ეს ისეთი საკითხი, რომ მართლაც რაც კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის რაღაც შიდა დაპირისპირება, რომელიც აი მაგალითად მე მოვისმინე ასეთი არგუმენტი ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს მოვლენები ჩვენთვის დამაზიანებელიაო და ჩვენ რატო გავაკეთებდით ამას, რატო გავასაჯაროებდით თუ არა კორუფციასთან ბრძოლაო. და ეგეთი არგუმენტი მოვისმინე და ახლა მაგაზე პასუხი სინამდვილეში ძალიან სამწუხარო რეალობას მიანიშნებს. ანუ რა თქმა უნდა დამაზიანებელია და რა თქმა უნდა სინამდვილეში არ გაასაჯაროვებდნენ ამას. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან ფიგურაზეა საუბარი. ანუ იმ ხელა მნიშვნელობის ფიგურაზეა საუბარი, რომ იმისთვის რომ დაპირისპირება გაირკვეს, შიდა დაპირისპირება, სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენება დაპირისპირება, შიდა დაპირისპირების და ზეწოლის ბერკეტებად. ანუ ეგ არის. აქ მთელი პრობლემა რა შეიცით? უმნიშვნელო ფიგურა რო იყოს, მაშინ გამიკვირდებოდა. ანუ მაშინ კი ბატონო გამიკვირდებოდა, რატო გაასაჯაროვეს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან ფიგურაზეა საუბარი, იმხელა გავლენების მქონე ადამიანების ჯგუფი იყო ზოგადად. თან ეს მარტო ლილუაშვილი ხო არ არის, მან ხო მთელი წრეა, რომელიც გარკვეულ შეტევის ქვეშ არის ეხლა, მოხსნეს და შეტევის. იმდენად მნიშვნელოვან ფიგურებზეა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენება ზეწოლისთვის, იმისთვის, რომ თქვათ ბიზნესები, თანხები და რაღაცები
გადანაწილდეს, ხო? ან თუ მოატანინონ თუ რაც აი მაგალითად კითხვაზე აი რატო გავასაჯაროვებდით, ხო? კი ბატონო, აი შეიძლება მარტო საკითხი ისე რო იდგეს, რომ აი რაღაცა მოიპარა და მხოლოდ ამ მოპარვაში მხილება, არ მხილება დგას мотиваცია და ამ საკითხის უკან შეიძლება მან ოცნების განმოსახედიდან თუ ოცნების შინაარსს გავითვალისწინებთ მორალურ თვალსაზრისით, შეიძლება ეკითხვა დადგეს, რომ აი რატო გავასაჯაროვებთ, არ ამოვიღებდით ხმას, მაგრამ თუ საქმე ეხება ძალიან დიდი თანხების, მოპარული თანხების უკან დაბრუნების ამოღების ცდელობას, რომელსაც ვიღაცა აი მაგალითად არაბრუნებს, წინააღმდეგობას უწევს, რაღაც სხვადასხვა ბიზნესი მის საანთესაოზე გადაფორმებული, სადაც რაღაცა უცხოეთში გატანილი და ამის ამოღების ცდელობაზე გვაქვს საუბარი. მაგალითად ახლა აი იგივე ბაჩიაშვილი, ხო? ბაჩიაშვილის შემთხვევაში, რომელმაც ძალიან დიდი თანხები მოიპარა, ეხლა ციხეში არაბრუნებს, ხო? და ეურჩება მაგ ნაწილში, რომ დააბრუნოს თუ არ დააბრუნოს და იქ ვიღაცა მე გალახა, იქ რაღაცა იქ უცხოეთიდან გადმოაცემინეს და მთელი მიწოლის ფორმატი, ხო? ეხლა თუ мотиваცია არის თანხების ამოღება, რომელიც ალბათ ბევრად მეტი იქნება ვიდრე დასახელებული 4 მილიონი დოლარი, რომელიც დაასახელეს. ეხლა ყველას ხო ესმის, რომ ლილუაშვილს არ მოუპარეა 4 მილიონი დოლარი. ლილუაშვილმა მოიპარა, არ ვიცი, აი რაღაცა 100 ჯერ მეტი. ასეულობით. 100 ჯერ მეტი, სულ ცოტა, შეიძლება კიდევ უფრო მეტი, ხო? და ეხლა მან რო გისახელებენ 4 მილიონ დოლარს, ეგრევე ჩანს, რომ ძირითად ნაპარს არ გისახელებენ, იმიტომ რომ ძირითად ნაპარის ამოღების და სადღაც სხვაგან არა ბიუჯეტში გადამისამართების ცდელობასთან გვაქვს საქმე. აი, სიანდიში ოცნების შინაარსი როგორი იცი? აი, საერთოდ აი კორუმპირებული მთავრობის ან კორუმპირებული ძალის შინაარსი. ესეთი ფილმი არსებობს, ამერიკული ფილმია, ვარჯიშის დღე ქვია თუ არ ვიცი, სამუელ ელ ჯექსონი ტრეინინგ დეი ქვია, ხო? სამუელ ელ ჯექსონი თამაშობს, არის კორუმპირებული ძველი გამოცდილი პოლიციელი და მასთან მიიყვანენ ვიღაც ახალგაზრდა ახალბედას, რომელიც პირველი დღეა მუშაობს და ის ახალბედა რაღაცა ენთუზიაზმით არის, იდეურობით არის, რომ რაღაცა ბოროტებას უნდა ებრძოლოს და ეს დღე ისე ვითარდება, რომ ის თავიდან ვერ არკვევს, მაგრამ მე და მე ირკვევა, რომ რაღაცა ძალიან ბინძურ კორუფციულ სქემაშია ეს ყველაფერი ჩართული და ამანაც უნდა აიღოს ფული, ვიღაც ნარკო ვარონს მოკლავენ, ფულს მოპარავენ და ამას იყოფენ ეს რაღაცა გაყიდული პოლიციელები, მეკთამი პოლიციელები და ამასაც ეუბნებიან, შენც აიღეო, რომ ისიც გასვლან, ის უარს ეუბნება, მე ცდილობენ ის მოკლან. ხო და სინამდვილეში, აი ოცნებაში ვიღაცა მივიდეს და მე არ ვიპარავ და თქვენ რას კადრულობ? აი ჩვეულებრივად შეიძლება მოკლა. ხო, მაგისტრის მოკლა ეს აი ტრეინინგ დეის. ოცნებაში თანამდებობაზე არავის არ აყენებენ იმისთვის, რომ იქ ხა კეთის სინდისიერად აკეთოს თავისი მაგისტრის არავის. ზუსტად გეტყვი, ოცნებაში ვიღაცა რომ ისულიყო და უცებ აი პირველი დღეა ახალბედაა, რაღაცა იდეურობით ახსილია მისული და პირველ დღეს უცებ შეესწრო ფაქტს, რომ კეზერაშვილთან, აი კეზერაშვილს ულაგებენ, ნუ აი ახლა შენ უნდა აკეთო კოლცენტრებით მილიონი და ოპოზიცია აფინანსებს. ნაწილი აქეთ გამოუშვა, ნაწილით ოპოზიცია აფინანსებს და ამან რო დაიწყოს, რომ კი მარა ხალხო ნაცები ხო ცუდია და ნაცები როგორ უნდა დავა კეზერაშვილი და კეზერაშვილი ხო იმას იპარავდა, რა ქვია, ჯარს პარავდა ხალხო და ხალხს აწამებდნენ და ასტები რო დაეწყო, მან რა მოხდა, ზუსტად გეტყვი რა მოხდებოდა. ესენი ეტყოდნენ, რომ კი დამშვიდი, კი ეს უბრალოდ ვარჯიშია ერთი წამი. შეგამოწმეთ. მე აი უკანა გზაზე ამას სადღაც შეივლიდნენ. რაღაც ბინაში, სადაც ერთი წამი გავალო ის ერთი იტყოდა და ამას გაგუდავდა. და ამას გაგუდავდნენ და ეს კეზერაშვილს ეხმარებოდა მე მგონი ეგრე გაგუდავდა. კი, ეგრე გაგუდავდა. ამას გამოცხეს მე მგონი კეზერაშვილისკენ. ეს კეზერაშვილისკენ იყო რა. აი შინაარსობრივად ოცნება არის ეგეთი ძალა. ამიტომ რა თქმა უნდა, კაცო, ლილუაშვილი 5 მილიონს კი არ იპარავდა 500 მილიონს.
რა თქმა უნდა, მოპარვა არ არის мотиваცია მის დაკავების, იმიტომ რომ რო არ მოეპარა, მაშინ უფრო დააკავებდი. და რა თქმა უნდა, შიდა გარჩევაა мотиваცია და რაც გაირკვა ყველაზე მთავარი, ნაცებს აფინანსებდნენ კოლ-ცენტრებით ესენი. აი უყურეთ, აი ეხა ხო ერთი რაღაცა შეგვიძლია ამ გადავიდეთ შემდეგ თემაზე, უბრალოდ ერთი რაღაცა დასვთან გამოვიტანთ რა. აი ლილუაშვილის დაჭერამდე მეგობრებო ნაცებს აფინანსებდა ოცნება. ეგ ხო გაირკვა. აი რაც და ეხა ეხა კიდე აფინანსებს სინამდვილეში, მაგრამ ეს ჯერ არ გარკვეულა, ეს ჯერ საკამათო მოგვიანებით გაირკვა. ეგ მერე გაირკვა. მერე აღმოჩნდება რომ ამაში მართალია, მაგრამ რაც გაირკვა, მანამდე აფინანსებდა ხო და დავანებოთ, ამიტომ ნაცებზე ლაპარაკს დავანებოთ თავი ნაცები და ოცნება ერთ კონტექსტში ვახსენებთ. ერთ კონტექსტში გავიხსენებთ. ერთი გამოდის.